მოგესალმებით. ქართულ ოცნებას, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მას დაქვემდებარებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწია უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დანაშაულის აღიარება. იმ ცვლილებებით, რომელსაც ცენტრალურ საარჩევნო კომისია წარმოადგენს, დღეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი აღიარებს, რომ დარღვეული იყო კონსტიტუციური მთავარი უფლება, საარჩევნო უფლება, რაც გულისხმობს საკუთარ თავში ფარულობას საარჩევნო ხმისა. ეს უფლება იყო დარღვეული და ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ამ უფლების დარღვევა გამოიყენა ზეწოლისთვის, ძალადობისთვის, გაყალბებისთვის და манипуляციისთვის. დღეს ქართული ოცნება ამ აღიარების პირობებში გაატარებს დამატებით ცვლილებებს, რაც არის მტკიცებულება არჩევნების ბათილად ცნობის. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის აღიარებაც ივანიშვილის რუსულ რეჟიმს უწევს და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. თითოეული მსგავსი აღიარება არის შედეგი იმ ბრძოლისა, წინააღმდეგობისა, მიწოდებული ინფორმაციებისა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისადმი, ეუთო ოდირისადმი, რომელმაც გასცა შესაბამისი რეკომენდაციები ძიმე კონსტიტუციური დარღვევების შესახებ და ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩა, რომ რეაგირება მოეხდინა ჩვენ წინააღმდეგობაზე, ბრძოლაზე და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არსებულ რეკომენდაციებს. მადლობა. თელმა მსოფლიომ დაინახა, რომ 26 ოქტომბერს ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა გამონაჟღენთი, რომელსაც ვერ ფარავდა ჩარჩო კონვერტი. ჩვენ ეს გავასაჩივრეთ 73-ვე ოლქში, 2263-ვე უბანზე, იმიტომ რომ ეს ეხებოდა მომრჩეველთა 90%-ს, თუმცა ცესკომ მაშინ ეს არ მიიღო მხედველობაში, ისევე როგორც არ მიიღო მურუსიძის სასამართლომ და ახლა თითქოს ეუთო ოდირის რეკომენდაციების შესასრულებლად იღებენ ამ ცვლილებებს. ეს ის ეუთო ოდირია, რომელთა მრავალი წლის განმავლობაში გაცემულ რეკომენდაციებს არც ცესკო და არც მათი ბოსები ქართულ ოცნებაში არაფრად აგდებენ. ცესკოს პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციით, რომელიც სპეცსამსახურების დავალებითა და დაგეგმვით განხორციელდა. საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე თუ რა მოხდა რეალურად 26 ოქტომბერს. ცესკომ პროკურატურას მიმართა არჩევნების გაყალბების გამოძიების მოთხოვნით და ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ სასამართლოს მეშვეობით გამოძიების საწყის ეტაპზევე დალუქა ცესკოს საცავები, სადაც ინახებოდა ელექტრონული მოწყობილობები და საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ხელმოწერილი ჩეკები. სწორედ აქ იმალება სიმართლე იმის შესახებ თუ როგორ დატრიალდა ეს მასშტაბური კარუსელი. გამოძიების ფარგლებში შუალედური დასკვნა ჯერ კიდევ იანვარში გამოაქვეყნა პროკურატურამ, გამოიკითხული ყოფილა თურმე 400-მდე პირი, ჩატარდა ქიმიური ექსპერიმენტი, საგამოძიებო ექსპერიმენტი და თურმე ყველაფერი ისე ყოფილა, როგორც ამას ქართული ოცნება გვიცხადებდა. რეალურად კი არანაირი შედეგი არ დაიდო, იმიტომ რომ უფლება ჩამოერთვათ როგორც პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამომრჩეველსაც კი რომ თავის შესახებ და ამ დოკუმენტაციიდან გამომდინარე სიმართლე დაედგინათ. ამის შემდეგ არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე აღარ გასაჯაროვებულა და ეს დოკუმენტაცია კვლავ მიუწვდომელი რჩება ჩვენთვის. არანაირი ნდობა არ აქვს არც პროკურატურას, არც სუს, არც სასამართლოს და არც ცესკოს, თუმცა მათ უნდა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, იმიტომ რომ პროკურატურა დღემდე მალავს სამხილებს და ხელს აფარებს იმ ისტორიულ ორგანიზებულ დანაშაულს, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა ცესკოს, სუსის და სასამართლოს მეშვეობით. ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამის თანამონაწილეა.